მოვიდეთ პირდაპირ ეთერში. მე ძალიან მეამაყება ის, რომ ჩვენი გადაცემა და განსაკუთრებით პარასკევი დღე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ჩვენი მაყურებლების თხოვნებს, რჩევებს, შენიშვნებსაც თუ თქონდა აზრიანია და ისეთია გასათვალისწინებელი და ყოველთვის განსაკუთრებით მიხართ წერილს ვიღებთ. და არა ელექტრონული სახით, არამედ ნამდვილ ჭეშმარიტ წერილს თავისი მარკით, კონვერტით, ბეჭდით და ყველაფრით. და ერთ-ერთი მაყურებელი წერს რუსთავიორის სხვა შუადღის ტელეწამყვანებს პატივისცემით კონდიტერ ქალბატონ მერიკო გუბელაძეს, ქალბატონ ბაიას, გვანცას, ნინას, ბატონ დიმას აჩიკოს. მაგრამ ძირითადი ადრესატი შენ ხარ მერიკო, მოგწერა რომ არის ჩვენი ერთგული მაყურებელი და მოუთმობ ველოდება ყოველი პარასკევის დადგომას. ყველა რეცეპტს იწერს, ყველა სადილის მომზადებას სწავლობს. მოგმართავთ თხოვნით ქალბატონ მერიკო, მაქვს სურვილი ვისწავლო ფენოვანი და ნახევრად ფენოვანი ხაჭაპურის გამოცხობა, ცომის შემადგენლობა, მომზადების პროცესი, ასევე ბულკის მომზადება და გამოცხობა. კომპიუტერი არ მაქვსო, ამიტომაც გწერთო ბარაცობ. ცხოვრობ სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში, ვარ ეკატერინა ბადალაშვილი. 22 წლის დაოჯახებული მყავს 3 წლის გიორგი და მეუღლე. და უნდა რომ შეიძლება შენი რეცეპტების კრებული რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ ოდესმე იმედი მაქვს რომ იარსებებს და საჩუქრად გამოგიგზავნით პირადად თქვენ, პირდებით, სიყვარულით, პატივისცემით, მოფერებით და ასე შემდეგ ბევრი თბილი სიტყვით. ძალიან საყვარელი გოგო ხარ. და ჩვენ გადავწყვიტეთ რომ რაღაცა ძალიან პატარა რამით გასიამოვნოთ, ასე ვთქვათ და გავითვალისწინეთ თქვენი თხოვნა. ამიტომ დღეს და ასე ბევრი მაყურებლის დარწმუნებულად უნდა რა ხო ფენოვანი ცომი, მე მგონი ძალიან აქტუალურია მთელი საქართველოს მასშტაბით. სტუმარი ყავს, ფანტასტიკური სტუმარი ყავს, რომელიც პროფესიონალია, არაპირდაპირი მნიშვნელობით ამ საქმეში. ქალბატონი ლეილა ბაგაევა, რომელიც შემოგვიერთდება ეხლა. მოგზანდით. გამარჯობა, მოგესალმებით. როგორ ბრძანდებით? მადლობთ, ჩვენთან როგორ ხართ? ძალიან საყვარელი ხართ და გელოდებით. თქვენ ეკატერინესი არ იყოს, მე ძალიან მიყვარს ფენოვანი ხაჭაპური და ფენოვანში შიგთავსი ყველანაირი და ველოდები, იმიტომ რომ არასოდეს არ გამიკეთებია და რაღაც ორ ვარიანტს აკეთებს თქვენ. ორ ვარიანტს გავაკეთებია. ზარმაცებისთვის და უფრო ზარმაცებისთვის, ანუ მოუცლელებისთვის, რომელიც უფრო მარტივია გასაკეთებლად და დიდი ხანი ისვენებს ხოლმე მაცივარში. ანუ საღამოს უცებ გააკეთებ და დილით უკვე შეიძლება გამოცხობა, ან მეორე საღამოს ეს არ ძველდება და შეიძლება ერთი კვირის შემდეგაც გამოცხეს. და არის მეორე ცომი, რომელიც კლასიკური რეცეპტი არის, იმ კლასიკურით ძალიან ბევრჯერ უნდა გაბრტყელება, მარგარინის წასმა ან კარაქის წასმა, მარგარინით უფრო ფხვიერი გამოდის და კარაქით უფრო დამჭიდარი. ზოგადად მძიმეა ორივე შემთხვევაში, იმიტომ რომ თანაბარი რაოდენობით უნდა დაახლოებით თანაბარი რაოდენობით უნდა ფქვილი და მარგარინი. ანუ ფქვილი და ცხიმი. ანუ ძალიან ნოყიერია. ძალიან ცოტა მძიმეც. მძიმე გააჩნია ხო, ვისაც უყვარს იმისთვის მძიმე არის. თუმცა საჭმელად ისეთი ფქვიერია და გემრიელი. ხო, რა თქმა უნდა. კარგი, დავიწყოთ რომ მოვასწროთ. ხო, ეს ზარმაცების ცომი, ანუ ესე მარტივი ცომი რომელიც არის, ეს კეთდება შემდეგნაირად. უნდა საერთოდ ორივე ცომს უნდა ერთი და იგივე შემადგენლობა, ანუ აი ბევრჯერ გასაფრთხელებელსაც და არა ბევრჯერ მარტივ ცომსაც. უნდა ყველაფერი ერთი ცალი, ანუ ერთი სუფრის კოვზი ზეთი, ერთი სუფრის კოვზი ძმარი, ერთი სუფრის კოვზი კონიაკი ან არაყი, კონიაკით უნდა და გამოსული არაყი, უფრო ფუმფულა გამოდის და უნდა რა ხო 250 გრამი ერთი შეკორა მარგარინი და უნდა 3 ჭიქა ფქვილი. აი ესეთი ჭიქა ხო? ესეთი ჭიქა ფქვილი. და კიდევ ერთი ცალი კვერცხი. ანუ ყველაფერი უნდა თითო გარდა ფქვილის გარდა. ფქვილი უნდა 3. ფქვილი უნდა 3 ჭიქა. როგორ ვაკეთებთ? ესე იგი, ერთ ჭიქა კონიაკს, უკაცრავად, ერთ კოვს, სუფრის კოვს კონიაკს, ერთ სუფრის კოვს მას ზეთს, ერთ სუფრის კოვს ძმარს, შესაძლებელია იყოს ლიმონის წვენით, უფრო ხო, რაიმე მჟავა უნდა იყოს და ერთად ჩავასხავთ, მაგრამ აი ამ რეცეპტში ამ ტექნოლოგიით გამზადებული უნდა იყოს აუცილებლად ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ცივი.
ძალიან ცხელი ცომი არ უნდა გათბეს, ან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ გათბეს და იმ მეორე შემთხვევაში მარგარინი რბილი უნდა იყოს და ასე შემდეგ. მაშინ უცებ დავიწყებ. კი ბატონო, ესე იგი ეს არის. უნდა გავხეხოთ ხო მარგარინი? უნდა გავხეხოთ. სანამას ესე ვაყრით ხოლმე. რომ ადვილად გაიხეხოს. გაიხეხოს. ეხლა მე უნდა მაყურებელს უთხრა, ამაში გვაქვს ერთი სუფრის კოვზი ზეთი, ერთი სუფრის კოვზი კონიაკი, ხო? და ძმარი, ერთი სუფრის კოვზი. კვერცხი ერთი. ამას უნდა კვერცხი უნდა დავამატოთ. დავამატო ამაში ერთი კვერცხი. ერთი კვერცხი, ყველაფერი თითო-თითო. გულა თუ ცილით? ცილიან გულიანი. აი მე კიდე კარგი უცებ შემეშინდა. რისი ბაი? თქვი მარტო გული უნდა თქო. არა, ყველაფერი. თან ურევთ ერთმანეთს. თან ურევთ. ამას იმას ახლა მარგარინსა და ფქვილს. მარგარინსა და დიახ. და აქ არის 3 ჭიქა ფქვილი და 1 ბრიკეტი მარგარინი. 250 გრამია ხო ეს ერთი ბრიკეტი? ანუ კარაკი შეიძლება? კარაკი შეიძლება, კარაკი და ძიმე იქნება, ანუ არაფურდება, ფუშფუშა და მარგარინი ხო? ფურცელ არ იქნება. ხვიერი გამოდის. ისიც ხვიერია, მაგრამ ის უფრო ესეთია. აი ფენას ჭამთხომე და რომ ტყდებასავით ზევიდან სიფრის ფანები ეს მარგარინის მარგარინია და აუცილებელი არის რომ გატყდეს და ფხვიერი იყოს აი ეს კონიაკი. სანამ თქვენ მე მგონია რომ აი ეგრეთ წოდებულ სტრაფიკობის ობიექტებში რომ ყველა ამ წესის დაცვით კეთდებოდეს ფენოვანი ნჯობესი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ მაინც არ არის სასურველი ყოველ დღე და დღეში რამდენჯერმე მირთმევა. ზოგადად ეს ფენოვანი მე არ მგონია რომ იყოს ჯამრთელი პროდუქტი. არ არის. იმისა რომ თქვენ ძალიან გიყვართ, ამიტომ ბავშვებს ძალიან მე ძალიან მიყვარს, მაგრამ მე ყოველდღე არ მივირთმევ, არა, ძალიან იშვიათად, მაგრამ მიყვარს, რა ვქნა, ხაჭაპური ყველანაირი მიყვარს, მაგრამ ერთ-ერთი არის მათ შორის ფენოვანიც. ყოველდღე ვერ ჭამ. ხალხთა შორის 95 წელს რუსთავიოში, დელისთან როცა ვიყავით, ჩვენი ძირითადი საკვები იყო ფენოვანი, კეჩუპი და ხანდახან მოხარშული კვერცხი. სანამ დიმიტრი, მთელი დღე მაგას ეხლაც ბევრი ადამიანი ბევრია ასე ხო? იკვებება მთელი დღის მანძილზე. ამდენ 60 კაცი რუსთავიოში. იცით რა იქცა რაღაცა ყველაზე ხელმისაწვდომ და ადგილმისაწვდომად ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ყველა კუთხეში არის სახაჭაპური ასე ვთქვათ. ხო და მაშინ თუ არის ხოლმე გათვალისწინებული ვთქვათ, არის კონიაკიც, კარგი ხარისხის ზეთიც, ძმარიც და ამას კარგი თვითონ მარგარინი, რაც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაშინ აჰა, ესეც მომზადდა. ეს მომზადდა, მე ესე ვაგუნდა, ესე იგი სულთლიანად უნდა ერთმანეთში აურიოთ, ეს ფქვილი და მარგარინი და მე აი ეს ამოღრუტნულში ჩანგელი ხარბის ჩემია. ხო, ჩემგელი მისჩემ. ეს წყალია? ეს წყალია, რამდენი? ერთი ჭიქა. ერთი ჭიქა. ერთადერთი მე შეტავება ერთი კოზი კონიაკია რა. რა გავუკეთოთ? არა, ის შეიძლება მე დაამატოთ. მე დავაყოვდოთ. ხო, მირთმევისას ძალიან მოხდება ხაჭაპურს კონიაკი. აბურეთ ეს მასა. ეს აურიეთ. და ნელ-ნელა ვაზავთ. ნელ-ნელა ვასხავ. ზელთ ხარ ჩაგისხათ. ნელ-ნელა დაგიხმარეთ კიდე. უკან ისხმებათ არა უჭირს, ეს ყველაფერი. მაინც საწავა, მაგრამ უნდა შეიძრას. და ეს მერე იდება მაცივარში. აი როგორც კი გუნდათ შეიკრება. ხო, ამას ზელვა არ უნდა, იმიტომ რომ თუ ბევრს მოზელთ, მერე ის წებოვანი გახდება, რაღაც დრეკადი გახდება ცომი და სუდად ამოვა. ანუ ესეთი ფხვიერი და ფუმფულა არ იქნება. რა უცნაური, ანუ სოდა არც გვიხსენებია და არც არის საჭირო, ხო? არა, კონიაკით იმას რომ კონიაკი სრის სოდას. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს. ანუ შეიძლება თუ ერთმანეთს უნდა გადავდოთ და შევდოთ მოცივარში, ხო? ანუ ბევრი ზელვა არ უნდა, ეს მნიშვნელოვანი მეცესებიც. ძალიან სწრაფად ეს კეთდება სწრაფად. ზარბაცებისთვის თუ მოუწლებისთვის ძალიან კარგი რამე არის. ეკატერინე იმედია ყურადღებით თუ ყურებს და ისე ხდება. ფუნტუშებსაც სხვა დროს შემოგთავაზებთ ეკატერინე. მე გაგვაგებია თავი როგორი გამოვა. სანამ შეძლებს კიდე ერთხელ გავიმეოროთ. გავიმეოროთ რეცეპტი. ბატონო, არავის არ თუ რამე შეგვეჭირა. დაიწყება იქ. მახსოვს, ვიღებთ პატარა ჯამს, ერთი კოვზი ზეთი, სადილის, სუფრის, ერთი სუფრის კოვზი ძმარი, ერთი სუფრის კოვზი კონიაკი, ერთი ცალი კვერცხი. ჩავაგდეთ, მოურიეთ. ოღონდ მისმინეთ რამე არ გამოხდება. არ გამოხდება. შემდეგ ავიღეთ ერთი ბრიკეტი მარგარინი, 3 ჭიქა ფქვილი და ეს ბრიკეტი ესე ნელ-ნელა ჩავხეხეთ ამ 3 ჭიქა ფქვილში. თან მოურიეთ. შემდეგ ერთი ჭიქა წყალი ავიღეთ,
აი ამ ჯამში რაც გვაქვს თითო სუფრის კოვზის და ერთი კვერცხის ნაზავში ვასხავთ, ვთქვიფავთ, ნელ-ნელა ურავთ და ძალიან ცოტას ვზივავთ. კონიაკი ხორდა. აი უკვე მზად არის ხო? ეს მეტი აღარც უნდა, ალბათ უნდა გადავდოთ და მაცივარში ერთი ეს უნდა შეიდოს მაცივარში, მხოლოდ ერთი რაც აუცილებელია ამ ცომისთვის არის ის, რომ ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ცივი. მაცივი და ჩქარა უნდა მოიზილოს და ეგრევე ჩქარა უნდა წავიდეს საყინულეში, მაგრამ იმ ზედა საყინულეში კი ზედა კი არა ის ძალიან საყინულეში კი არა, საშუალო რომელიც არის მეორე. მაცივარში ზედა თაროზე. ახო. ახლოს საყინულესთან. დიახ. ეს შეგვიძლია გადმოდოთ აქეთ ეს მოჩა. დიახ. ეს მზადა. აი, ცელოფანში ჯობია. და ეს შეიძლება ერთი კვირის მანძილზე ეს რამდენი ხანით თან ამ ცომით გამოდის როგორც გულსართი, თავსართი. ყველაფერი შეიძლება გაუკეთოთ. შეიძლება აი ადრე ენას რო ეძახის. იარზე ჩოკებს ასე დარჩა. თუ კი დარჩა ის გააკეთოთ, უნდა იყოს ძალიან ასეთი თხელი სისქე, უნდა აიღოთ და შემდეგ ან დაახვიოთ მაგალითად სოსისზე, ან შიგნით ისპანახი, ყველაფერი სოსისზე მაქვს ეგ დაგემოვნებული და არის ძალიან გემრიელი. ხო, მე ზოგადად ფენოვანის დიდი მოყარული არ ხარ. შემდეგი ეტაპი არის, თქვენ გაქვთ ხო მოტანილი უკვე გამზადებული ნამაცივრალი, რომელსაც აქვს აი ასეთი სახე, არ ვიცი ეს ანუ ეს არის ეს. ეს გუშინდელი გაკეთებული არის ეს. ხო, დაპატარავებულა ცოტა. არა, არ დაპატარავებულა ეს. იყები სულზე გავჭერი. უბრალოდ როგორია შიგ თავსი ეს მარგარინები რო ჩანს, ესეთი წროწროლი მარგარინები ეს მინდოდა. შემდეგ ეს ბრტყელდება და აი რასაც მოისურვებთ, ყველაფერი შეიძლება იყოს. თქმა უნდა, კონიაკი უხდება მერე იმას. გამზადებულს. ეს ჩავდოთ შეგვიძლია ჩავდოთ აქ და შევდოთ მაცივარში. ეხლა მეორე ცომსაც მოვამზადებთ? ეხლა მეორე ცომს დავიწყებ შეძლების და გვარად რამდენად. მეორე ცომს ჭირდება ზუსტად იგივე ინგრედიენტები აბსოლუტურად, მხოლოდ მეორე ცომს ვზელთ ეს მარგარინია, ესე იგი მინდა ისევ წყალი. კი ბატონო, ეხლა ცემთა რაში მოხდა? და რა მაინტერესებს იცით რაოდენობა? კი. ერთი ჭიქა წყალი, ერთი კვერცხი, ერთი კოვზი ძმარი, ერთი კოვზი ზეთი და კონიაკი? არაყი. არაყი კონიაკი. ანუ იგივე პროცესია სხვანაირი, სხვა პროცესია, ხო. ხო, მე შეგვიძლია არის урна თუ გნებავთ ამას გადასაკეთე. მე გადავ. ეს ჯამი, ამას შეგიძლია თითო-თითო ყველაფერი ჩააწყოთ. მოდი. ზეთი. ზეითუნის არა, ოღონდ ჩვეულებრივი ხო? ჩვეულებრივი. გვაქვს ჩვეულებრივიც. მერიკო ეგ მზადა? იცი რა ხო, დროს ვიხალთებ და გამოვიღებ, თორე ზედმეტი მოუვა. მინერალები. ერთი სუფრის აი აქ წინ დავდოთ. აქეთ დავდოთ, რომ აყურებელმა დაინახოს ჩვენი წინა ბლოკის შედეგი და შედევრი. გამოხედეთი ზეიდან როგორ არის? ნახეთ როგორი გამოვიდა. ხელია ცომი რა მინდა? ერთი სუფრის კოვზი. თბილი წყალი მინდა. ძმარი. თბილი? ხო. დროს ვიხელთებ. კონიაკი მეგობრებო გვაქვს? არა გვაქვს. მე თუ კონიაკს ვინ გააჩერებს აქ მაიკო? მართალია. ძმარი ვიზია. ძმარი გაუკეთე, ზეთი და ძმარია აქ ახლა. და კვერცხი. კვერცხი. ой, ლიმონი გვაქვს. ნიგავარი. ეს ძმრის მაგივრად არის კონიაკის. ალბათ ჭაჭაში სულის. აი, კაკი კუკები აქ არიან. ქვილი მინდა სამჭიქა. მომეცით დაგიდებ. მე გადავიღებ აი კარგი ფოტო რა. მოდი მე გადავიღებ კიდე. 2 ზეიდან გადავიღებ. ხან ზეით? 3. დიახ. აქ პირდაპირ წყლით ვზელთ. აქ ვზელთ წყლით. აჰა. და იგივე შემდეგ თალკეურად. და მე არა, მე ვზელთ. და ვზელთ. ეს დიდი ხანი. ეს არმაცებისთვის არ ეს არ არის არმაცებისთვის. ეს არის მონდომებულებისთვის. ეს არის
და განსხვავება არის ის, რომ ამას უნდა თბილი წყალი, წინა ცომისგან განსხვავებით. დიახ. ამას უნდა ძალიან ბევრი ზელვა, ამასაც არ უნდა. აი როგორც საფუარიან ცომს, ისეთი ზელვა ამასაც არ უნდა. თუმცა იმაზე მეტი ზელვა უნდა, ვიდრე ეს მერე თანდათან იზილება, აი ესე გადის ცომი. ჩვენ ვასწრებთ გამოცხობას, შეცხობას. ცადოთ. აი ეს ძალიან დამწყდება გული ფენოვანის გარეშე რო დავიჭი. სულ ყველას და გვაქვს მზად ცომი და ეთერში თუ არა ეთერის გარეთ მოვასწრებთ. აუცილებლად. იცით ეს რა ცომი საინტერესოა თვითონ პროცესი. მე მაგიტომ მინდა რომ მაყურებელმა ნახოს, თვითონ პროცესი არის საინტერესო. ამას მარგანიში ზილავთ, მე კეცავთ, ხო, ეგეთი? ეხლა ეს უნდა 4 კუთხედად წესით და რიგით როგორც არის, ეხლა გეტყვით, უნდა გავაკეთოთ ესეთი მართკუთხედი ცომისაგან, ხო? ეს უფრო უნდა იყოს შეკრული ვიდრე ის წინა ცომი. მართკუთხედი კეთდება. და მხოლოდ ზელვა უნდა ამიერიდან უკვე ზელვა არა, ამას კიდე მარგარინთან უნდა. საზღვრება უნდა. ანუ ეს არის ყველაზე შრომატევადი ამაში და ყველაზე ესეთი მარგარინი უნდა იყოს რბილი. და ესე რომ მოიზილება ეს ცომი ჩვეულებრივი. უნდა შევაზილოთ, მაგრამ ეს უნდა ხო, გაიყოს 5 ნაწილად ის მარგარინი. ეხლა გავყავ. 50 გრამიანობით. ზარმაცების ამ გაუმარჯოს ბაიკო, გაუმარჯოს. ეხლა ესე ხომ არის? გემოში რა განსხვავებაა? გემოში უფრო ფაფუკია, უფრო მეტი ისინია, ხო? ხოვეულებს, ტრუბეჩკებს რო ვიძახით, ხო? ის და ზარმაცების ცომით ვერ გააკეთე. კი, როგორ არა, ეს ყველაფერს გააკეთებთ, უბრალოდ ეს უფრო ესეთი. მე როგორც ვიცი, ფენები უფრო ბევრი აქვს ამ ჩაოლებულ კლასიკურ ფენოვას. მეტი ფენები აქვს და ბევრი უფრო ისეთია, ჰაეროვანი, ხო? სიფრიფანა არის. სიფრიფანა. აჰა. აი ეს დაგიჭერით. და ერთი შეზევა გვაჩვენეთ, თქვა ერთი ცალი მარგარინის და შემდეგ გვაჩვენეთ როგორი იქნება საბოლოოდ, იმიტომ რომ მოტანილი აქვს სტუმარს. აქ რამდენადაც ვინც მასწავლა, იმან მითხრა, რომ ყოველთვის უნდა ერთი და იგივე მიმართულებით დაკეცო. ეხლა ვიტყვი რატომ? მაშინ ფენები გამოდის თანაბარი, ერთნაირად ვუსვავთ მაშინ მარგარინს. ეხლა პირველი ამას უნდა პირველად უნდა დაკეცო, ესე იგი, ასე ვაკეთებ მე. უნდა გავიყვანოთ. ისე რომ გავიყვანოთ, ანუ გავაბრწყელოთ. გავაბრწყელოთ. ეს ვისაც სამთან შეხება ქონია, იცის ეს ტერმინოლოგია გაყვანოთ. და ასე ვაკეთებ, ესე იგი პირველი ფენა. მე ასე კარგად უნდა დავაწებოთ. მივკეცეთ? და აქედანაც მოვკეცეთ. ესე უნდა იყოს წესით და რიგით 1 საათი, 1 საათის შემდეგ მაცივარში ხო 1 საათის შემდეგ ისე უნდა გამოიღოთ. რამდენი დღიანი პროცესია? ეს არის 4 საათიანი პროცესი. 4 საათიანი, მაგრამ სუიქ უნდა იყო, უნდა გამოიღო, გააკეთო, შედო, გამოიღო. ნუ ვინც შეიძლება რომ დავისვენებთ იმ დღეს მოვსინჯოთ. და მაგარი დასვენება გამოგივა იმ დღეს. თერაპიულია ცომი, ვერ ვიტყოდი. და ეს გამოდის რომ ის რა ხუთჯერ რამდენჯერაც წაусმევთ მით უფრო ეს არ უნდა და მარგარინი როდის? მარგარინი აი 1 საათის შემდეგ ეს ვითომ რომ გამოვიღეთ და 1 საათის შემდეგ მარგარინს აი ეს ამას ვიზავთ, გავაბრწყელებთ ამას. ჩავდეთ ერთ ნაწილს, ხო? 5-ად რო არის გაყოფილი. არა, იცით როგორ ჯობია? უფრო კარგად რომ წაესვას. აი ესე ვიღებთ. აი, თლათ. და ასე უნდა აიჭყლიტოს ეს მარგარინი დარბდეს. ხო. და მე აი ესე ეს კარაქივით უნდა გადაუღოთ. კარაქივით უნდა გადაესვას. მე ისევ გადავკეცოთ ალბათ და შევდოთ მაცივარში, ხო? თუ გვაქვს რომ მე ახლა მეორე ვითომ ეს მაცივარში წავიდა და მითომ იყო მაცივარში და კი, მოინტერესებს ესე. მე ეს თანაბრად უნდა იყოს ხო, რომ ყველგან უნდა იყოს ერთი და იგივე, ასე ვთქვათ, სიმაღლის მარგარინი თუ სისქის თუ რაც არის. ასე. მე ისევ ძაღან როგორც გადავკეთე, ჯერ
მე ასე ვკითხავ და შეიძლება სხვა მიმართულებით. მეც ესე მინახია და გამიგია, კი. ასე. აი, ეხლა მივხვდი და მეგონა ჩვენი მაყურებელიც მივხვდა ტექნოლოგიას. აი, ასე და ასე. ისევ მაცივარში მიდის კიდევ მაცივარში, გამოდის, ისევ ყელდება. ისევ ეხლა ვეღარ გავაყენოთ აიტყლის ნება. ეხლა ძალიან კარგი, აღარ მინდა. აღარ მინდა. იქ მივიღებთ აი ასეთ იმას. აჰა. ეს არის სამჯერ გაფრთხილებული, სამჯერ მარგარინი წასმული და სამჯერ გამოღებული მაცივარი. ესეც ინახება დიდხანს, ხო? ესეც დიდხანს ინახება. ეს შეგვიძლია გავყუროთ, მაგრამ ეს რა, შეიძლება ხო, ეს შეიძლება გავბრტყელოთ, უკაცრავად. გავაბრტყელოთ, მე დავჭრათ იმ ფორმებად, მაგალითად თუ ხაჭაპურის ან სამკუთხედებად გავაკეთოთ, ხაჭაპური ერთიანი ხაჭაპური გავაკეთოთ. გავაკეთოთ. ხო, ხაჭაპურიც და ხორციანიც გვაქვს. იმიტომ რომ ჩვენს მაყურებელს აინტერესებს ალბათ ბოლომდე ღუმელში შედებამდე პროცესი, ხო? შეგვიძლია გვაინტერესებს მე როგორ. აი ესეთი ერთი ბრიკეტი, რაღაცა რაც ქვია, რამდენი გამოდის აქ? ერთი ბრიკეტიდან გამოვა, აი ესე დაახლოებით. გაჩნია რა მხელას გავაკეთოთ ხა დრო. გავაკეთოთ რა დრო აღარ დავყარბოთ. ანუ მხოლოდ ყველიღა დავჭა ჩასადები, ხო სწორია? ყველი, აი რაც გინდათ ის უნდა დავჭრათ ახლა ალბათ, ხო? ახლა შეგვიძლია ეს დავჭრათ. მერიკო დანამიეცი. ერთი მთლიანი ხო არ გავაკეთოთ? აი ერთი მთლიანი შეიძლება და შეიძლება რომელიც უფრო სწრაფად გამოგვივა. რა აღარა გვაქვს. ეხლა რაც უფრო სამკუთხედები გავაკეთოთ. კარგი, მოდი. დანა. აი ესე გავაკეთოთ. 4 წელი გავაკეთოთ. არა, 4 წელი გავაკეთოთ ასე. იყოს 4. ასე. აბა ყველისა დავდოთ. ეხლა გეტყვით. დაჩხერებს, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის. ვიცი? ასე გავაკეთოთ. ასე. აი ყველი ჩავდოთ სადმე. შუაში. და სამკუთხედად გადავ. სადღაც აი ესე. ხო, ან სამკუთხედად, თუ სამკუთხედად. ბაი, როგორი ბარაქიანი ხარ. ძალიან. ასე გავაკეთოთ. აჰა. დავაწებეთ ისე რომ არ გაიშალოს. ეს აქ ცოტა ფილი გვინდა, რამე მოვსვა? ოდნა და ჩანგალი აქ მქონდა სანამ დავდო? კი დადეთ. სანამ კვერცხს გადავუსვათ, უნდა დავჭხვით და დავჭხვიტათ. ხო, აუცილებლად ეს გავაკეთოთ. რომ ჰაერი გამოუშვას, კი, გამოიპაროს საიდანე. ეს კარგი, დავჭხლიტეთ ხო რომ ნახოს ჩემო მაყურებელმა. აი ასე. ტიკ. და კვერცხი უნდა ამას ახლა გადავუსვო კვერცხს კიდევაც ესეც. კვერცხის გული. კვერცხის გული მხოლოდ წყლით. შეიძლება მუქი ჩაისფერიც გადავუსვა. ეს პირველად გავიგე. მუქი ჩაისფერი პირველად გავიგე. კვერცხი გადაუსვით და მზად არის შესაცხობად. მომეცით ერთი კვერცხი. აბა. ერთით დაგვრჩა და ესე სამკუთხედად ესე გავაკეთოთ, ხო? სამკუთხედი იყოს. მოდით უცბად. მიდი მერიკო, მიდი. მე ვასწავლე. რამდენი გამომივიდა? აჰა. ეს შეიძლება ესე 4 კუთხედი გავაკეთოთ. დავაკეთოთ. აი ხო, ესე. ცნობილი ჩვენი. როგორც როგორც რაღაც კლასიკა. კლასიკა არა ქართული ბენოვანი ხაჭაპური. ესენი უნდა შევერთოთ, შევაერთოთ ესენი. ეს ლაღიძეში იყო. ლამაზი. დავდო ეგ შენთან. დადება იყო და მე კვერცხს გადავუსმა. ეს აცე? თქვა ლამაზი არ გამოვა. არა, თავარია შინაარსი და არა გარეგნო. ლამაზი რა ეს რომ შეიბრაწება და აფუშფუშდება და ვარდი ასფურცლოვანი გახდება. ასე. ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ გვასწავლეთ და ასწავლეთ ჩვენს ერთგულ მაყურებელს ეკატერინეს და ეკატერინესნაირ ბევრ ინტერესიან კულინარს ასე ვთქვათ, ის რა ძალიან აინტერესებდათ. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა, რომ მოგწადით, ჩვენ კი დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ და გაჩვენებთ გამომცხვარი როგორი იქნება.